ჩვენ ეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ ბოლო შანსი რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ეს ისე დღეში ჩააგდო იტინა ევანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. და მიხარია, რომ ამდენი გულამხებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ მე არ ვარ არც ჩვენ არ ვარ ყველანი მოსული რომ რაღაცა შეტაკებები მოხდეს და რამე, მაგრამ მე ჩემი შვილიშვილები თორ აქ მოსული, მაგრამ ეს ჩვენ ვერ წავაგებთ. ეს ჩვენ უნდა აუცილებლად მოვიგოთ. ეს ისეთი დღეა, ჩვენ უნდა გავიმართოთ. სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არა, ჩვენ არა გვაქვს. ამიტომ ეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით ვიყურებს. ეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას ჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს. მე ამას აგიკითხავთ და თუ თქვენ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ. მოусმინეთ ყველა და ნელ გავიკითხავ, რომ ყველა მოასწროთ გადიღოთ შინაარს. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილ ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ. ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. იტინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თვითრეული მოქალაქესათვის. აი ხა იწყება, რასაც უნდა მივცეთ ხმა. ყოველივე ზემოთ ნულისგან გამომდინარე კენჭის ხალხზე ვაკერებთ შემდეგ საკითხს. სამი საკითხი გვაქვს. ეროვნული კრება აცხადებს ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას 26 ოქტომბრის დაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია. ეროვნული კრება აწყადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განთავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მტკიციერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების მე ჩემი არქივის თუ შეიძლება რადგან სამივე საკითხი ჩვენ მივიღეთ, ვისია საქართველო? ჩვენი! ვისია საქართველო? ჩვენი! კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? ჩვენი! ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს. არაფერი არ არის. როგორც კი ისინი გადაუხვევენ, ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას. და მათ გასაგონად უნდა კიდევ ხმა მივცეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეხლა ჩვენ როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანს. ვინ არიან მთავარი გოროწმოქმედები ჩვენ ქვეყანაში, რომ აქამდე მოგვიყვანეს და მოვიხოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა მე ეხლა წაგიკითხავთ ამ სიას. ყველა საცალკე უყაროთ კენჭი. ნომერი პირველი ირაკლი კობახიძე. ნომერი 2 შალვა პაპუაშვილი. ნომერი 3 ანზორ ჩურილიძე. ნომერი 4 მამუკა მდინარაძე. ნომერი 5 თეატრი ლუკიანი. და ნომერი 6 ვიძინა ივანიშვილი. ამ წუთიდან ჩვენ გვეკვდით ძალაუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვაბაროთ. ვალდებულები არიან და ის ადამიანები, ვინც დაიფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისმგებაში. აქ პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა. პასუხისმგებაში და შინაგან საქმეთა სამინისტრო
განსხვავებული. ეხლა მე სცენაზე მინდა მოვიწიო ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ვინც ხოლმე და შეკვდება ყველანი ერთად.